მოგესალმებით და მინდა პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. აქ მოსვლისთვის. დღეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ. იქითკენ არის სიცარიელე. აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები. ჩვენ ვართ გარეთ. იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის გისოსები და არ გვეშინია. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდევი ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე. და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქა. და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არაა. ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. და ეს სასახლე უნდა დაუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წართვეს და მათი იქნება მუდმივ. და მე მინდა რომ ეხლა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. და მე ამიტომ გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები. რატომ დღეს? დღემდე, აი ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქა ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ თავისუფალ ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენს ხედავთ. არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო? პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რაზედაც ასევე ამას არანაირი შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარ ხალხის წინააღმდეგ, საკუთარ ხალხის ნების წინააღმდეგ. და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ეხლა ამ წუთებში საპარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები.
იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი, ძალიან მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, იმიტომ ჩვენთან არის სიყვარული. ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეხლა რა დგას ჩვენ წინაშე? ქვეყანა შესული არის, შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების გაყალბებით, ტოტალურ გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც ჯერ დღეს გვაქვს სახეზე. ის რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა, არაკონსტიტუციურმა კონსტიტუციის დარღვევით შექმნილმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა პრემიერმა, დე-ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე, ხალხის გარეშე, ხალხის ნების საწინააღმდეგო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც გავეკეცით, რომლისგან განთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლა იყო ქართული ისტორიული ბრძოლა. ამისი უფლება არავის არ აქვს არასოდეს, არ ქონდა არასოდეს და მით უმეტეს არა ლეგიტიმურ მთავრობას და პრემიერს და მმართველ პარტიას. ამიტომ ამის უფლება არ მიეცით თქვენ და დგახართ 31 დღე ხდება, დგახართ ამის საჩვენებლად, რომ ამას არ შეეგუებით, არ შევეგუებით, არ მივცემთ ამის უფლებას. ამას მოყვა და კრიზისი ამითი არის ტოტალური. ამას მოყვა ღვევა და დაშლა თვით ამ მმართველ პარტიაში, რასაც ხედავთ და უკვე გრძნობთ, რომ შიგნით შეიქმნა უნდობლობა მთავრობაში, ძალოვნებში და ეს მოვისმინეთ გუშინ თუ რა ხდება შიგნით, რომ არ შეიძლება რომ ჩვენი პოლიცია, რომელმაც ბევრი რამე გაიარა და ბევრი მოითმინა ალბათ, მაგრამ დღეს რამდენად ითმენს და მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს მას, ალბათ დიდხანს არა. ეს ხრება ყველაფერს ეხება მთლიანად საზოგადოებას და ის, რაც გამოჩნდა ასევე, არის რომ დღეს ბიზნესიც გრძნობს, რომ ეს ქვეყანა ისეთ მიმართულებით მიდის, რომ თუნდაც ის ნაწილი ბიზნესის, რომელიც იყო აქამდე ლოიალური ხელისუფლების, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, დღეს გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველ პარტიის გვერდში. იქ აღარვინ არ დარჩა. რამდენი არიან იქ შიგნით? 100-მდე? 150? არ დავითვალოთ, ჩვენ არ გვჭირდება დათვლა. ჩვენ არ ვითვლით, იმიტომ რომ ვართ ბევრი. კრიზისი არის ტოტალური და ესეც უნდა ითქვას. იმიტომ რომ ამ
მართლმა პარტიამ, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს, არა მხოლოდ ომი დაუწყო, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლება ყოფილიყო, ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა. სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი დაყო და გაყო. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი. დაყოფა ამერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მართველი და ბატონი. ამიტომ არის ქართული ოცნება რუსული ტრაგედია. და ტოტალური კრიზისი იმითიც არის, რომ იზოლაციაში, სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს ქვეყანა. გონიათ, რომ ამითი ჩაკეტილი ქვეყანა, როგორც ჩაკეტილნი არიან პარლამენტში, ისეთი ჩაკეტილი ქვეყანა უფრო მარტივი იქნება, რომ დაამონონ და გადაიყვანონ რუსეთის ყაიდაზე, რუსულ დიქტატურაზე, მაგრამ ეს არ მოხდება და რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში, ყველამ თავისი საქმე. არავინ არაფერს არ უბრძანებს და ასე მოვდივართ აქამდე. არავინ არ არის არავის მართველი ამ პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ეს სოლიდარობა, რომელიც გამოიკვეთა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში და ასევე ჩვენ დიასპორაში, სადაც გუშინ უყურებთ ძალიან ბევრ ქალაქში ჯაჭვები როგორ გაიმართა, ეს არის იმის ნიშანი, რომ ყველას აქვს თავისი ადგილი და ყველამ ერთად იცის რა, სად და როდის უნდა იმოქმედოს. პირველ რიგში ცხადი არის რჩება ორი მთავარი მოთხოვნა, ერთი არის ყველასი განთავისუფლება და ეს მოხდება იმიტომ რომ დათმობენ, მოხდება იმიტომ რომ ჩვენ გამოვიყვანთ იმათ, მაგრამ მოხდება ძალიან მალე. და არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. და სადაც უნდა იყოს დაცული ის ორი პრინციპი, რომელიც დაირღვა ყველაფერთან ერთად, ფარულობა, ესე იგი არა ის მექანიზმები და ამას ყველაფერი არის გამოსასწორებელი და ამაზე უნდა დავჯდეთ და ძალიან სერიოზულად შევისწავლოთ, როგორ უნდა იყოს ის დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ არასოდეს არ მოატყუოს ქართველი ხალხი, ფარულობა, არაინტიმიდაცია და უნივერსალობა იმ მხრივ, რომ ჩვენმა დიასპორამ უნდა მიიღოს ის, რაც არის მისი საკუთარი უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავალში, რადგან ისინი, როგორც ჩვენ, არიან ამ ქვეყნის მომავალი. ამ კონკრეტულ არჩევნებისთვის პირობების შექმნას და დეტალურად ამისი დოკუმენტულად დადებას ამაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული. იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამოდენიმე დღეში დავდოთ ეს დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის რაღაცა ისეთი რეტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე. მეორე არის, ეს არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა არ არის. და ეს არის ყველა შემთხვევაში და ყველა ასეთ ქვეყნის, ასეთი კრიზისის შემდგომ ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმითი, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი. მზად რომ უნდა ვიყოთ, ეს რას ნიშნავს? რომ პარტიები უნდა იყვნენ მზად, რომ ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისედაც უნდა იყვნენ მზად,
ვინც აპირებს რომ ხვალინდელ ქვეყნის პოლიტიკაში იყოს თქვენი ჯერი არის და მოემზადეთ იმიტომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით მეორე უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები არ იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი. ამიტომ ეს ჩვენი ყველასი და ჩემიც პირადად ყველასი ვალდებულება არის რომ ჩვენ დავიცვათ აქ მყოფი მედია და მინდა კიდევ ერთხელ თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ და ყველა ერთად მოვნახავთ იმ საშუალებებს რომ თქვენ დარჩეთ და იყოთ თავისუფალი რომ არ იყოთ არავიზე დამოკიდებული და შეძლოთ ემსახუროთ მხოლოდ ერთ რამეს მხოლოდ ერთ საზოგადოებას და ქვეყანას ასევე მზადყოფნაში საჭირო არის რომ ჩვენ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომელიც ემსახურებიან ადამიანებს, რომელიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც დღეს თუნდაც იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი რომ არსებობს რამოდენიმე ასეთი ფონდი, ეს არის ყველასი ჩვენი ერთად მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარობი იმათთან, ვინც არიან დღეს გისოსების მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის განთავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან. ესენი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი, იმიტომ რომ სახელმწიფო მათზე არის დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს ამათ ანთავისუფლებს, არ იცის რა საგანძურს ტოვებს გარეთ, იცის რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და გონიათ რომ ასეთი ადამიანები არ ჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შექმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს. ამ ყველაფერს სჭირდება იურიდიული დახმარება, იურისტები, ადვოკატები, ესენიც არიან ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეებთან სოლიდარები და მათაც უნდა დავეხმაროთ, რომ ეს მათი პასუხისგებლობა ბოლომდე შეასრულონ და ჩვენ უნდა ვიყვნოთ ყველანი ერთად და ერთად გავაკეთოთ ეს საქმე. ჩემი მოვალეობა რა არის? გარდა ის რომ მე ახლა გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება ჩვენი თავისუფალი ღირსეული ხელისუფლება. ამისთვის მე არა მხოლოდ გამოვალ და ეხლა ყველას მადლობას გეტყვით, მაგრამ მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან, ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელი არის რომ მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ როგორ უნდა ამ ქვეყანას გადავატანინოთ ის რაც არის უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი ამ ყველაფერი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე. შევხვდები
საჯარო მოხელეებს, რომ მათთან ერთად გავიაზროთ ასევე მათი მდგომარეობა. ეხლა ვთქვი, რომ ესენი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები, თუ კვირები, თუ შეიძლება 1-2 რამოდენიმე თვე მათთან ერთად და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი. შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ვინც არიან ჩვენ ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში ამდენი დღე არის, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლისა და რომელმაც შექმნეს ეს ახალი თავისუფალი საზოგადოება. თქვენთანაც მექნება შეხვედრა არა მხოლოდ ქუჩაში, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ თქვენ უნდა გაძლიერდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ხართ თქვენ ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში და რომელიც ხვალ იქნება თავისუფალ საქართველოს სათავეში. გავალ რეგიონებში უნდა შევხვდე იქა ადგილზე სხვადასხვა ქალაქებში იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. ბათუმში, ქუთაისში, სადაც შევძლებ ამ დღეებში და ამ კვირებში გავალ და იქაც ვიქნები, ეხლა ტელევიზიებიდან გელაპარაკებით, მაგრამ ვიქნები თქვენთან ერთად. გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. და უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალური ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით, იმისთვის რომ გარეთ იქ იმ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდენ რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოვყვეთ. ეს ბოლო მე დამწმუნებული ვარ, ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გაუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები. ენერგია გვაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს არის სიყვარულის, მშვიდობის და მომავლის ენერგია. მე კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. 31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული. მადლობა.